ინსტრუქცია საზოგადოებას გააცნობს ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმეების წინა სასამართლოს ხდომის ეტაპის შეფასებასთან დაკავშირებით. ეს უკავშირდება საქმეებს, რომელიც დაკავშირებულია აქციებთან, საპროტესტო აქციებთან, როგორც 2024 წლის გაზაფხულზე დაწყებული აქციების დროს დაკავებულ პირებს მოიცავს შეფასება, ასევე შემდგომ უკვე ნოემბერ-დეკემბერში განვითარებულ მოვლენებს, როგორც იცით, ამ დროისთვის სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენება წარმოადგენს რეპრესიების ერთ-ერთ ზომას, რომელიც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მიდგომა, რომელსაც ქართული ოცნება და პროკურატურა ამ დროისთვის იყენებს. ჩვენ შეფასების პროცესში მოვიცავით 64 ადამიანის საქმეს. საქმეები ყველა, როგორც უკვე გითხარით, დაკავშირებულია პროტესტთან, როგორც რუსული კანონის მიღების დროს დაწყებულ მოვლენებთან, ასევე უკვე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის და შემდგომ მოვლენებს უკავშირდება ეს საქმეები. აქედან 40 ადამიანი კიდევ პატიმრობაში რჩება. 10 პირი, რომელიც 2024 წლის გაზაფხულის აქციების დროს იყო დაკავებული, მათი საქმეები პირველი ინსტანციით უკვე დასრულდა და ყველა მათგან სასამართლომ გამომტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, რაც რა თქმა უნდა არის საგანგაშო. ჩვენ დღევანდელ შეფასებაში მიმოვიხილავთ წინა სასამართლოს ხდომის ეტაპს მხოლოდ. წინა სასამართლოს ხდომის ეტაპი არის სისხლის სამართლის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, როდესაც განიხილება სამი ძირითადი საკითხი. ესენია მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი, არსებითი განხილვისთვის საქმის გადაგზავნის და გადაცემის საკითხი და მოსამართლე ასევე წინა სასამართლოს ხდომაზე ვალდებულია შეაფასოს პატიმრობის გამოყენების საჭიროება უკვე შემდგომ ეტაპზე. ყველა აი ამ მიმართულებით, სამივე მიმართულებით ჩვენ დავესწარით სასამართლო პროცესებს, ყველა პირთან მიმართებით თითქმის და შესაბამისად ჩვენი დაკვირვება დაკავშირებულია სწორედ ჩვენი მონიტორების მიერ მომზადებული ანგარიშების საფუძველზე. პირველი ეს ეხება მტკიცებულებების დასაშვებობას. მტკიცებულებების დასაშვებობის თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც გამოიკვეთა, არის ის, რომ პროკურატურის შუამდგომლობებს მტკიცებულებების დასაშვებასთან დაკავშირებით, როგორც წესი, სასამართლო უპირობოდ უშვებს, მაგრამ განსხვავებით დაცვის მხარისაგან, როდესაც ამ შემთხვევაში შეინიშნება მათ შორის განსხვავებული მიდგომებიც და ეს მიდგომები ყოველთვის არის აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ამ საქმეებში პოლიტიკური ნიშნის დევნის мотивაციები არის მაღალი. ასევე არსებითი განხილვის გადაცემასთან დაკავშირებით არ ყოფილა არც ერთი საქმე, როდესაც მოსამართლემ არ გადაწყვიტა საქმე არსებითად გადაეცა შემდგომი პროცესების გაგრძელებისთვის. ეს არის ასევე საგანგაშო, როდესაც ყველა ამ საქმეში, რომელსაც პროკურატურა წარმოაჩენდა, რომ იყო საკმარისი მტკიცებულებები, სასამართლომაც უპირობოდ გაიზიარა და ყველა საქმეზე შემდგომი პროცესები გრძელდება. ანუ ყველა ეს ხდომა შემდგომ არსებით განხილვაში გადაიზარდა. რაც შეეხება პატიმრობასთან დაკავშირებით ჩვენ მანამდეც არაერთხელ აღვინიშნავს, რომ პატიმრობის გამოყენება ეს არის აღკვეთის ღონისძიების უმკაცრესი ფორმა, რომლის გამოყენებისთვის უნდა არსებობდეს საკმარისი საფუძვლები და როდესაც ასეთი საფუძვლები არ არის, პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია. წინა სასამართლოს ხდომაზე მოსამართლე მსჯელობს ხოლმე იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიების იმ ეტაპზე, როდესაც გამოძიება პრაქტიკულად უკვე დასრულებულია, რამდენად არის საჭირო ის, რომ კიდევ გაგრძელდეს პატიმრობა და ჩვენ დაკვირვების პროცესში, რასაც პროცესები ავლენს, არის ის, რომ არ ყოფილა არც ერთი ისეთი შემთხვევა, მხოლოდ ერთი გამონაკლისი იყო ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორის და სტუდენტების საქმე, დანარჩენ ყველა საქმეში მოსამართლემ კვლავაც ყველა პირი დატოვა პატიმრობაში და არც ერთ საქმეზე არ მიუღია გადაწყვეტილება, რომ შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ საქმის გამოძიება ფაქტიურად უკვე დასრულებულია ხოლმე ამ დროს და მტკიცებულებები სასამართლოშია წარდგენილი, ამიტომ აღარ არსებობს მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლის რისკები, მაგრამ ამის მიუხედავად სასამართლო, როგორც უკვე გითხარით, ყველაზე მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას ტოვებს. ასევე საჯაროობის პრინციპის უგულმოებელყოფასთან დაკავშირებით შეინიშნება მზარდი ტენდენცია, როდესაც სასამართლო პრაქტიკულად ხურავს პროცესს ისე, რომ საზოგადოებას აღარ აქვს მასზე დასწრების შესაძლებლობა. ასეთი საქმე რამდენიმე დღის წინაც დაფიქსირდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საგანგაშო დაფასებს ყოველგვარ მცდელობას შეიზღუდოს საჯაროობა სისხლის სამართლის ხდომებზე
ამასთან ხაზს უსვამთ იმას, რომ ამ ეტაპისთვის ისედაც პრობლემურია მაგალითად ინტერნეტ მედიებისთვის ასეთი ტიპის გაშუქება და დამატებით ასეთი ბარიერების შემოღება, რა თქმა უნდა, არ ღვევს საჯაროების პრინციპს და ეს მიდგომა დაუშვებელია განსაკუთრებით ისეთ საქმეებზე, რომლებზეც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ამ საქმეებზე ყველაზე არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ამას მოწმობს ისიც, რომ არაერთი პირი არის მსურველი ხოლმე, რომელსაც უნდა დარბაზში დასწრება, მათ შორის ჩვენ ერთ-ერთ ბოლოს სხდომაზე მონიტორსაც შეუზღუდეს დასწრების უფლება სხდომაზე, ასევე სხდომა დახურეს სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვისაც. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად არ არის უზრუნველყოფილი საჯაროობა კონკრეტულ სხდომაზე, სადაც მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. სხვა დეტალებთან დაკავშირებით ჩემი კოლეგები ისაუბრებენ. მოგესალმებით. 2024 წლის აპრილი-მაისის აქციების შემდეგ ჩვენ ვხედავთ მზარდ ტენდენციას სისხლის სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენების დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამას მოწმობს ის, რომ დღეს მიმდინარე 64 საქმე გვაქვს, რომ იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებიც დაკავებულები არიან სწორედ დემონსტრაციებში მონაწილეობის და მათი აქტივიზმის გამო. ამ საქმეებზე ჩვენი სისტემური დაკვირვება, რომელიც მეთოდოლოგიით მიმდინარეობს, რაც ჩვენ 15 წლიანი გამოცდილების ფარგლებში გვაქვს, მოწმობს იმას, რომ ეს საქმეები არ არის დაცლილი პოლიტიკური მოტივებისგან და რომ შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ასევე იზღუდება სისხლის სამართლებრივი მექანიზმების ინსტრუმენტალიზაციის გზით. 15 წლიანი მონიტორინგის ფარგლებში პირველად დაფიქსირდა ის, რომ SAIS მონიტორს არ მიეცა საშუალება დაკვირვებოდა პროცესს, რაც საჯაროობის პრინციპის დარღვევასთან ერთად ასევე მიუთითებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობაში ხელის შეშლას სასამართლოს მხრიდან. ასევე ნიშანდობლივია ის, რომ რიგ შემთხვევაში შეიზღუდა და მომეტებულად დაირღვა დაცვის უფლება, რომელიც გულისხმობდა პროცესის ისეთ პატარა სივრცეში ჩატარებას, რა დროსაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა ბრალდებულებს და ადვოკატებს ჯეროვანი კომუნიკაცია ჰქონდათ ერთმანეთთან, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. ეს მოხდა ზვიად ცეცხლაძის და კიდევ 7 პირის სხდომაზე. ამასთან აღსანიშნავია ის, რომ არც ერთ შემთხვევაში პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, უკვე შეფარდებულ, ესე ვთქვათ, შემთხვევებში უმეტესად არ გადასინჯულა და არ მომხდარა სხვა ალტერნატიული ღონისძიების შერჩევა, რაც ჩვენი შეფასებით ვფიქრობთ, რომ იყო შესაძლებელი და ამ საქმეებში არსებული გარემოებები ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლეოდა, თუმცა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ გაყოლოდა იმ პრაქტიკას, რასაც წლებია ადგილი აქვს, რაც გულისხმობს პატიმრობის უალტერნატივოდ დაუსაბუთებლად შაბლონურად გამოყენებას, რაც არ ღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე საქართველოს ისეთ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, როგორც არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და ამასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება აქვს საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული. არც ერთ სხდომაზე წინა სასამართლო ეტაპზე დევნა არ შეწყვეტილა, შესაბამისად ყველა საქმე, რომელიც მიმდინარე არის, გადაეცა სასამართლოს არსებითად განსახილველად და ჩვენ ამ საქმეების დაკვირვებასაც გავაგრძელებთ. ამავდროულად კიდევ ერთი გარემოება, რაც ნიშანდობლივია და უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ ყველა ამ საქმეში მტკიცებულებები, რომლებიც პროკურატურის მიერ იყო წარდგენილი, დასაშვებად იქნა ცნობილი, შესაბამისად არც ერთ შემთხვევაში ამ 64 საქმიდან სასამართლოს არ განუხილავს ამ მტკიცებულებების დაუშვებლობის საკითხი, მაშინ როდესაც სხვაგვარი მიდგომა იყო დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად და ამ რაოდენობაში ასეთი ერთგვაროვანი მიდგომა, რა თქმა უნდა, აჩენს კითხვებს სასამართლოს მიერ ამ საკითხების ჯეროვანი შესწავლის კუთხით. SAIA გააგრძელებს ამ საქმეების მონიტორინგს და საზოგადოებას, როგორც აქამდე პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას.